მებრძოლი, რომელმაც UFC-ს ლეგენდების ცემა შეძლო, თუმცა თავი ყველაზე გახმაურებული ძარცვით დაგვამახსოვრა. Comes to mind for me, he's not a UFC fighter, but an MMA fighter, Lee Murray. Just scary, man. დაგეგმა შეასრულა და შეძლო 53 მილიონი დოლარის მოპარვა. იმის გასაგებად თუ რატომ გადაწყვიტა ძარცვა ან მოახერხეს თუ არა მისი დაჭერა, მაშინ ჩაუჯექით ამ ვიდეოს. ლი ბრაჰიმ მიურეი ლამბრანი დაიბადა გრინვიჩში 1977 წლის 12 ნოემბერს. ის ბუტმაშის უბანში იზრდებოდა მის სხვა თანატოლებთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს ბუტმაშის ბიჭებს ეძახდნენ. პატარა ბიჭებს წამდათ, რომ ამ უბნის დაცვა მათი მისია იყო, ამიტომაც დაირქვეს ეს სახელი. ტერიტორიების და კიდევ მრავალი რაღაცის გამო ხშირად ჰქონდა ჩხუბი სხვა მეზობელი ტერიტორიების დაჯგუფებებთან. მიურეი არ იყო ტანით დიდი თინეიჯერი, თუმცა ქუჩაში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც მაგარი ქუჩის მოჩხუბარი. ცხოვრების ასეთი სტილის გამო მას საკმაოდ პატარა ასაკშივე მოუწია ციხის საკნების ნახვა. თუმცა ეს დიდი პრობლემა არ ყოფილა. მან მალევე მოახერხა და ციხის ყველა პატიმრის პატივისცემა დაიმსახურა. გამოიცანით რა მოუნდა ციხიდან ახლად გამოსულ ლი მიურეის. რა თქმა უნდა, ბრძოლა. ლიმ იმდენი მოახერხა, რომ MMA-ის ადგილობრივ ჩემპიონატებზე დაიწყო გასვლა, სადაც ძალიან კარგად ასპარეზობდა. მას თითქმის ყველა გამარჯვება ფინიშით ჰქონდა მოპოვებული. მისი პირველი გამოძახება UFC-ში თითქოს უკვე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მანამდე რაღაც საინტერესო მოხდა. ერთ უწყინარ ღამეს მას ერთ-ერთზე პირისპირ ჩხუბი მოუვიდა UFC-ის ქვემძიმე ჩემპიონთან, ტიტო ორტისთან, ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში. So everybody starts, the things are happening. Tito goes this way, Lee Murray goes that way. What I understand is they went at it and Lee Murray knocked Tito down. ყველა ყვებოდა როგორ დააგდო მიურეიმ ერთი დარტყმით ორტიზი, თუმცა თვითონ ტიტო ამას უარყოფს. He started running away, I started chasing to him and he turns around and stops and plants his feet. I go to stop and I slide right into him. He clipped me, dropped me and I popped right back up. Cops came, broke everybody apart. ამბობს, რომ ლი გაიქცა. იგი დაედევნა და როდესაც ჩხუბი დაიწყეს, პოლიცია შემოვიდა და გააშველეს. ეს და ასეთი სხვა ლეგენდები ლი მიურეის შესახებ MMA-ის სამყაროში საკმაოდ მალე გავრცელდა. ხო და როგორც წესი, UFC ასეთი კარგი მებრძოლების აყვანის შანსებს ხელიდან არ უშვებდა. შესაბამისად დაუძახეს. მისი დებიუტი ორგანიზაციაში ხორხე რივერას წინააღმდეგ შედგა. რივერა საკმაოდ კარგი მებრძოლი იყო. მისი კარიერა საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდებოდა და მისი ტალანტი UFC-ის რადარზე საკმაოდ დიდხანს იყო. თუმცა ეს ყველაფერი თურმე საკმარისი არ აღმოჩნდა. ოქტაგონში ცხოველივით შევარდნილმა მიურეიმ ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო. ეს იყო მისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში, თუმცა ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. მალევე ამ საღამოდან მას ავარია მოუვიდა. მას ერთი არც თუ ისე სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა მაშინ, როდესაც ავტომობილში იგი პატარა ქალიშვილთან ერთად იჯდა. გამწარებული ლი მანქანიდან გადმოხტა, მეორე მანქანას მივარდა, სცადა რომ გასაღები ამოეღო და როცა ის ვერ გააკეთა, ძღოლის ცემა დაიწყო. ჩაუმსხვრია თვალის ბუდე და მაგრადაც დაასისხლიანა. ამ შემთხვევის გამო მას ამერიკის ვიზა გაუუქმეს. შესაბამისად UFC-ში საბრძოლელი გზაც მოეჭრა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა და შეხვედროდა ამ სპორტის ამომავალ ვარსკვლავს, თვით ლეგენდას, ანდერსონ სილვას, Cage Rage. ხო, Cage Rage ორგანიზაციაა. სილვა ამ მომენტისთვის უკვე საკმაოდ დაფასებული მებრძოლი გახლდათ. მისი სტატისტიკა კი 14-2-ზე იყო. ბრძოლის განმავლობაში ლის მეტოქისგან საკმაოდ ბევრი ქიქი მოხვდა. იმდენი რომ წესიურად თვალებიდანაც ვერ იყურებოდა. მიხვდებოდი და ეს ბრძოლა წააგო, თუმცა ხალხის პატივისცემა მოიპოვა. ის პატივისცემა შემდეგ რომ უნიტაზში ჩარეცხა და თუ როგორ, ამას მალე გაიგებთ. 28 სექტემბერი 2005 წელი. მიურეის ეპატიჟებიან მისი ტრენერის ტერი კოლტურისა და ბრიტანელი მოდელის ლორენ პოუპის საერთო დაბადების დღის წვეულებაზე. მოხდა ინციდენტი. ლის ერთ-ერთ მეგობარს ვიღაცამ დაარტყა. აიწია ჩხუბი და ამ გაწევ-გამოწევაში მიურეი დაჭრეს. მან საკმაოდ დიდი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში ნახევრად მკვდარი გადაიყვანეს. And Lee was stabbed numerous times and he was resuscitated apparently 4 times on the operating table, so he was that close to death. 4-ჯერ იწვა საოპერაციო მაგიდაზე, თუმცა ბრიტანელი ამ სიტუაციიდან გამოძვრა. ალბათ იმიტომ, რომ მერე უარეს შარში გაიყო თავი. წელი, როდესაც მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა. სახელად სეკურიტას გაქურდო. სეკურიტა კომპანია გახლდათ, რომლის საცავში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული ინახებოდა. ძარცვა მოტაცებით დაიწყო. 2006 წლის 21 თებერვლის დილად ენდებოდა. კომპანია სეკურიტას მენეჯერი კოლინ დიქსონი სამსახურიდან სახლში მიდიოდა. როდესაც სირენების ხმა გაიგო და პოლიციამ გააჩერა. გაჩერებისას შეატყო, რომ პოლიციის მანქანა დაბრენდილი არ იყო, მაგრამ ამისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია. გადმოვიდა ორი პოლიციელი, ძრავი ჩააქრობინეს და სთხოვეს, რომ პოლიციის
მანქანაში წამოსულიყო. როგორც კი მითითება შეასრულა, მანქანაში მჯდომ კოლინს ბორკილები დაადეს და უთხრეს, რომ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მიყავდათ. გავიდნენ ქალაქიდან მოშორებულ სოფელში და მხოლოდ იქ გაიგო მენეჯერმა, რომ ამ ხალხს პოლიციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ისინი მიურეის ბანდის წევრები იყვნენ. Pulled into a country lane, and it was there that the driver said, "Well, you'll realise now that we're not police officers. Just do as you're told, and well, you won't get hurt." ძევალი კარგად გაგოჭეს და შეაგდეს დიდ თეთრ ფურგონში, რომელიც სოფლის ერთ-ერთ ფერმაში გააჩერეს. ზემოთხსენებული პოლიციელები მიდიან დიქსონის სახლში და ესაუბრებიან მის მეუღლეს. ეუბნებიან, რომ მისი ქმარი საშინელ ავარიაში მოყვა, ამიტომ მისი მეუღლე და ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წაიყვანათ. როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, ქალმა გაანალიზა, რომ ეს ნამდვილი პოლიციის მანქანა არ იყო. გამტაცებლებმა კი თვითონვე უთხრეს, რომ იტაცებდნენ. დიახ, ისიც ფერმაში წაიყვანეს. კოლინ დიქსონს აიძულეს, რომ დაიხაზა საცავის მთლიანი გეგმა და თან გააფრთხილეს, რომ ერთი არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში ოჯახს ვეღარ ნახავდა. პოლიციის ფორმაში გამოწყობილი კოლინი და ერთი ბანდის წევრი კომპანიის შენობას მიადგნენ. ზარი დარეკეს და ოპერატორმა შეუშვა, რადგან საეჭვო ვერაფერი ვერ დაინახა. შესვლისთანავე გამტაცებელმა ოპერატორი გაკოჭა, ხოლო დიქსონმა დააჭირა ღილაკს, რომლითაც დიდი გალავანი გაიხსნა ბანდის სხვა წევრების მანქანებისთვის. ეზოში რომ შემოსულიყვნენ. მთელი ბანდა შევარდა საცავში. არავის სახე არ უჩანდა, რადგან ყველას ნიღაბი ეკეთა. თითოეული მათგანი შეიარაღებული იყო პისტოლეტებით, საფანტის თოფებით და ავტომატებით. ძარცველები პირდაპირ ფულით სავსე ლითონის გალიას მიადგნენ და სცადეს, რომ მანქანაში ჩაედოთ. თუმცა გაანალიზეს, რომ ძალიან მძიმე იყო. სამაგერო დაიტაცეს ფულის ის გროვა, რომელიც გარეთ იდო. დაიწყეს და მანქანაში ეზიდებოდნენ, ზოგიც ხელით, ზოგიც კი საშოპინგო კარტით. საქმე მოამთავრეს და გაიქცნენ. 53 მილიონი $. 4 დღის შემდეგ ამ ძარცვიდან ლი მიურეი დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირ მაროკოში მიფრინავს. მან და მისმა მეგობრებმა ფული ძალიან მალევე დახარჯეს. იყიდეს უამრავი სახლი, უამრავი ძვირფასეულობა და რა თქმა უნდა, უამრავი ნარკოტიკი. რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია? კაი კითხვაა. 3 თვის განმავლობაში უთვალთვალებდა ლი მიურეის და მაროკოს პოლიციასთან თანამშრომლობდა. ივნისი 2006 წელი. დაიგეგმა დიდი სპეცოპერაცია მაროკოს პოლიციასთან ერთად, რომლის შედეგადაც ლი მიურეი დაიჭირეს. სწორედ მაშინ, როდესაც სავაჭრო ცენტრში შოპინგობდა. მაროკომ უარი განაცხადა პატიმრის ბრიტანეთში დაბრუნებაზე, რადგანაც ლის მამა მაროკოელი იყო და მას მოქალაქეობა ეკუთვნოდა. ამიტომ პირდაპირ მაროკოს ციხეში ჩააღუდეს. როდის იყო, რომ ასეთი დონის კრიმინალი სასამართლოს შვიდად ელოდა. ლიმ გაქცევა დაგეგმა. უნდოდა რომ კონტრაბანდული ხერხით მოპოვებული საგნების დახმარებით საკნის ფანჯრის გისოსები გაიჭრა. თუმცა ეს საკმარისი არ იყო. დაიწყო შიმშილობა და წონაში ძალიან დაიკლო, რადგან გისოსებში მარტივად გამძვრალიყო. იგი საკმაოდ დიდი რეპუტაციით სარგებლობდა ციხეში, ამიტომ საერთოდ არ გაუჭირდა, რომ ლეპტოპი და 5 კილო კოკაინი ეშოვნა. რა თქმა უნდა, მის ასეთ პრივილეგიებს სხვა პატიმრები შორის თვალით უყურებდნენ. ხო და ერთ-ერთი მის საკანში შეიპარა, რომ მისი ნივთები მოეპარა. გამოიცანით რა მოხდა? შემთხვევით შეხედა გისოსებს და მიხვდა მიურეი რის გაკეთებასაც აპირებდა. ხო და პირდაპირ გავარდა და პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა. ლის გეგმა ჩავარდა. საბოლოოდ 2010 წლის ივნისში მას სასამართლომ 25 წელი მიუსაჯა. მაროკოს ციხეში 53 მილიონი $-ის მოპარვის გამო. აი ასე, კაცი რომელსაც შეეძლო რომ MMA-ში ვარსკვლავები დაეხსნა, ბოლოს მაროკოს ციხეში ამოყო თავი. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.